მოგესალმებით. დღეს მინდა გაგზიაროთ ინგლისურის შესწავლის მეთოდი, რომელიც თავის დროზე მე გამოვიყენე და დღესდღეობით საუბრობ, ისე როგორც საუბრობ. ძალიან ხშირად ადამიანები სწავლობენ ინდივიდუალურ სიტყვებს. ამ ინდივიდუალური სიტყვების შესწავლით ძალიან რთულია თავი მოუყარო წინადადებებს. ეს ძალიან დიდი თავის ტკივილია და შედეგად ამას ვერ ახერხებენ. მეც თავის დროზე ვცადე ეს მეთოდი და ვერ იმუშავა. დღეს მინდა გაგიზიაროთ თუ მე როგორ შევისწავლე. წარმოიდგინეთ ინგლისური წინადადება როგორც ერთი სიფტყე, რომელიც შედგება, ესე ვთქვათ, ინდივიდუალური სიტყვებისგან. როგორც გითხარით, ამ ცალკეული სიტყვების შესწავლით პრაქტიკულად შედეგზე ვერ გავალთ. ამაში შეგიძლიათ მერწმუნოთ. ამ გაშლის სიფტყეს წარმოიდგინეთ, ქვევიდან აქვს საყრდენები. საყრდენები, რომელსაც მე ვეძახი კონსტრუქცია ფრაზებს. კონსტრუქცია ფრაზებს, რომელიც შეადგენს ყველა წინადადების დაახლოებით 70-80%-ს. ხოლო იმისთვის, რომ წინადადება ბოლომდე მივიყვანოთ, ანუ შეძლოთ დავასრულოთ ჩვენი სათქმელი, აი 20-30%-ის ფარგლებში უკვე გვჭირდება ინდივიდუალური სიტყვების შესწავლა. ეს გახლავთ ზუსტად ის მეთოდი, რაც მე პირადად ამეხმარა დროის შედარებით მოკლე პერიოდში ძალიან გამართული ინგლისურის შესწავლის თვალსაზრისით. მოგეთ, თუ თქვენი საქმიანობისთვის გჭირდება ცალაპარაკო ინგლისურის შესწავლა, ენდეთ ჩემს მცირე გამოცდილებას, მაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო კრებული, რომელიც გთავაზობთ 400 კონსტრუქცია ფრაზას. 400 კონსტრუქცია ფრაზის ვცოდნით, თქვენ ჩათვალეთ, რომ ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ საკითხზე შეძლებთ ძალიან გამართულად საუბარს. ასე რომ თუ დაგჭირდება დროის მოკლე პერიოდში შეისწავლოთ ცალაპარაკო ინგლისური, დამიკავშირდით და მე გადმოგცემ თქვენ საყრდენებს, ანუ კონსტრუქცია ფორმულებს, რომელიც თავის დროზე მე დამეხმარა.